დიაყონმა კაცმა როცა ნახა რომ იმის ქვეყანაში, იმის ხეობაში ისეთი ხალხი შემოვიდა, ვინც ეკლესიას ანგრევდა და მღვდლებს პარსავდა და ჯვარხატებს აზიანებდა, აიხადა და იარაღი აიღო და უთხრა ყველას მოგზევნითო, ვინც ამ ხეობის წაქცევას დააპირებთ. ჩოლოყაშვილი დამარცხდა და საქართველოს დატოვა, მაგრამ მიხამ შავის დატოვება ვერ შეძლო და სიკვდილს შეურიგდა. სიკვდილი კი ძალიან მოხანათურად ეწვია, საკუთარი მეგობრების ხელით, მისსავე დაბადების დღეზე. ურის არყით დაათვრეს. საბძელში უსაფრთხოების მიზნით წაიყვანეს და მძინარეს ესროლეს. მისი ნაშთი დუშეთის მილიციის მაზრასთან დააგდეს და 2 კვირა ეკდო, სანამ ჩუმად მისმა დამ ერთი ადამიანის დახმარებით არ მიაბარა შავის მიწას. როცა მიხა ღალატით მოიკლა, მისი სახელი ვერ გააქნეს და ეთნოგრაფებიც, ფოლკლორისტებიც მის ლექსებს, რომელიც იცოდნენ, თავდნენ ხალხურ ლექსებში. მიხას სახელს ვერ ჩაწერდნენ, მაგრამ როგორც ხალხური ლექსი გადიოდა. მაგრამ მის აბგას, რომელიც ლექსებით იყო სავსე, ხეობაში ინახავდა კონკრეტულად ერთ-ერთი ადამიანი. შეინახა და 70 წელი გამოატარა დამალულ აბგას. ესე შემოინახეს და დღეს ის მისი ლექსები ზეპირათიციანად მისი ლექსები გამოიცა და ხალხი მის სახელს არ ივიწყებდა. ხალხმა იცოდა რომ ის აქ იყო დამარხული. ხალხმა იცოდა რომ ის სახსოვარი არ უნდა გამქრალიყო და არ გააქრა.